Niko Gogoshvili. ბატონ ნიკო. დიახ, ბატონო. მე მაქვს ბატონ ჯანაშიას მიერ დადასტურებული ცნობა ჩვენს მოთხოვნაზე, რომ შეხვედრა უნდა ჩაგვეტარებია. დიახ. დღეს ჩვენ წინასაარჩევნო შეხვედრა მე ამის უფლება მაქვს. კოლექტივთან. დიახ. დიახ. ახლა მივიღეთ უარი. ხოდა მაინტერესებს мотивация, რატომ გვეუბნებით უარ შეხვედრა, რატომ გვეუბნებიან თქვენ არ? რატომ გითხეს უარ? ვერ გეტყვით. მე როგორ კომპეტენციაში არ შემოდის. და ვის კომპეტენციაში არის? რა თქმა უნდა, მეუფეს კალისატეს კომპეტენციაში, ვიტომ მართვალის ბრძანება. ესე მეუფეს გადაწყვეტილებაა ესა? მე ასე ვფიქრობ. აჰა, ესე მართვალი მეუფე არის, მე ხელშეკრულება ამ დასწრებულებასთან გავაფორმეთ. ჩვენ ბატონო, თქვათ რომ ბატონო მე ისა მეუფე კალისტრატეს დიახ. დავალებით უარი მეთქვამე შეხვედრას. არა, მაგას ვერ გეტყვით, ვიტომ მე მეუფე ხარცა. არა, ვერ გამიგეთ. აქ არის მართველი მეუფე კალისტრატე, რომელიც ეს არის დოკუმენტი, ოფიციალური დოკუმენტი. დიახ, რომელსაც ბეჭედი არ არტყია. არა, სამნიშვილოა. როგორ არის არც ეს არის ხალხი ჭირი მე რა, ახლა ბეჭედი არ არტყია. არა, შეიძლება კომპეტენციაში არ შემოდის ბატონობას. ვის დაველაბარაკო, ვის კომპეტენციაში შედის, ვინც ყვეთს ამას? თქვენ ამას ყვეთავს მეუფე კალისტრატე, რომელიც მართველი არის ამ სამოქალაქოს. ბატონ ჯანაშიას აბრძანდება. ბატონ დავაჯანაში ვერ გეტყვით საბრძანდება. ჩემი კომპეტენცია არის დავიცვა ობიექტი. საქმე ჩვენ გვაქვს რასთან, კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ მე მაქვს უფლება შემოვიდე და ჩავატარო წინასაარჩევნო შეხვედრა საავადმყოფოს ქსენონის კოლექტივთან, სამედიცინო კოლექტივთან. მე ბატონ ჯანაშიასგან მაქვს ხელმოწერა დადასტურება, რომ დღეს არა მე ვამბობ რა. ხო, ბატონ ჯანაშია რა თქმა უნდა ამას შეეკითხებოდა მეუფე კალისტრატეს, მაგრამ დღეს მივიღე უარი. ანუ საქმე გვაქვს ჩვენ რასთან? ჯერ თანხმობასთან და მერე უართან. ანუ როგორც ჩანს, ჩვენ შეგვიძლია გქონდეს გონივრული ეჭვი, როგორც ეს ხელისუფლება განვითარებს, რომ ჩვენ აგვიგზავნეს ამ შენობაში შემოსვლა და წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარება. ხო შეიძლება ეს ადილის მოხდეს 10 საათზე, 4 საათზე. ეხლა 4 საათზე საერთოდ სამსახური. კაცო, რაც მომწეს იმ დროს მოვედი. არა, მე ვერ გამიგეთ ასე. გამთენიისას 4 საათი. მე ისას ვთქვი, რომ საკიდან მაშინ მოხვედით, მაგრამ მე საპრეტენზიო არაფერი არ აქვს. ეს არის შეთანხმებული 4 საათი. აწერია. მე ახლა წესით უკვე შეხვედრაზე უნდა ვიყო თქვენ კოლექტივთან. არა, მე ჩემი კოლექტივი არ არის. ჩემი კოლექტივი მხოლოდ იცავს აქ დაწესებულებს მეტი არაფერი. გასაგებია, ესე იგი თქვენი საუბრიდან გამომდინარე მეუფე კალისტრატეს არ უნდა რომ მე შეხვედრა ჩავატარო. მე არ მგონია რომ მეუფე ასე მითხარ გასაგებია. საავადმყოფოში თქვენთან და ყოფილიყო ქართული ოცნების შეკრება და არ შეუძლია ბატონო მომისმინე ხალბატო რა სამავადმყოფოა შეიძლება შევიგრე ეგრე მინდა უნდა მომის საბუთი ქონდა მამა ვისგან ესა თქვენი მოადგილისგან ვინა რა რა გვარი აღარ მახსოვს მაჩვენი საბუთი არ ვიცი მე არ გავერკვევი და პასუხს გეტყვი და ანუ ესე მითხრეს რომ ესე იგი მეუფეს ბრძანებით არ შეგვიძლია მართველი გახლავ ვარ მე მომისმინე პატრიარქს ველოდებით თული სიტუაცია ავადმყოფებია ზოგი ოპერაციები ზოგი რაღაც უნდა გავერკვე სიტუაციაში მე თანხმობა რატომ მიცეს პარტიას დასარკვევი იყო საავადმყოფოდან თანხმობა რატომ მიცეს პარტიას თქვენმა მოადგილე მხარებავა თუ არ ცდები გვარი არ ვიცი იმას აკითხე შვილო